მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები და პროფკავშირები მერიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მძღოლების 16 პუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამასთან მძღოლები დამატებით ითხოვენ, რომ გაფიცვის 5 დღე ჩაითვალოს სამუშაო დღეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვის ახალი ტალღა აგორდება, რომელსაც არა მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები, არამედ სამარშრუტო ტაქსების და მეტროს მემანქანეებით შეუერთდებიან. ესე ვთქვათ, მდგომარეობა, რომელიც შექმნილია სატრანსპორტო კომპანიაში, გახლავთ ძალიან მძიმე და ფაქტიურად ბეწვეკიდია თბილისელების ტრანსპორტის გადაადგილების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მორატორიუმით გამოცხადდა კომისია სამთავრობო კომისია განიხილავდა ამ საკითხებს, არის რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს უსწრაფესად გადაწყვეტას. კატეგორიულად მოვითხოვთ მერიისგან, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ეს მოლაპარაკებები. თუ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემები არ იქნა გადაწყვეტილი, გარდა ხელფასისა, რომელიც სამთავრობო კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული, ბუნებრივია, იქნება აუცილებლად ხელახალი პროტესტი და პროტესტი უფრო მწვავე. ეთილინებონ დაიკისრონ და შეასრულონ, გააკეთონ, გამოვიდნენ და გველაპარაკონ, მოიქცნენ ისე როგორც საჭიროა.